Ანტიდისკრიმინაციული კანონის თემაზე ამ წუთებში მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სახალხო დამცველი უჩანანუაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. კოალიცია თანასწორობისთვის წევრმა ორგანიზაციებმა სპეციალური ანგარიში მოამზადეს. პრეზენტაციის დეტალებზე ჩემი კოლეგა სანდრო ჯუფალაკიანი ისაუბრებს. ეს არის ანგარიში, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. დოკუმენტში საუბარია ანტიდისკრიმინაციული კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით კონკრეტულ საქმეებზე, ასევე რეკომენდაციებზე. ომბუდსმენს და არასამთავრობო სექტორს აქვს კონკრეტული რეკომენდაციები კანონის დახვეწასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბოლო 1 წლის განმავლობაში ომბუდსმენის აპარატში შესულ განცხადებებს, დაახლოებით 100 განცხადება შევიდა აპარატში, მათი უმრავლესობა ბოლო თვეების განმავლობაში და 52 განცხადების განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ეს განცხადება ჩვენთან საუბარში გააკეთა უჩანანუაშვილმა. გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები კანონში, რასთან დაკავშირებითაც მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა. საუბარი არის იმაზე, რომ კერძო სუბიექტებს, კერძო სამართლისმცემლო პირებს და კონდეთ ვალდებულება სახალხო დამცველს წარმოუდგინონ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებული მასალები. რისი ვალდებულებაც დღეს მათ არ გააჩნიათ. Მალოვანია, რომ კანონში ნათლად გაიწეროს, რას წარმოადგენს მორალური ზიანი და როგორ ხდება ამ ზიანის შეფასება. კრიტერიუმების გაწერა არის აუცილებელი. ჯერჯერობით თუ როგორ არის იმპლემენტირებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამაზე საუბარი ნაადრევია, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადზე მეტია, რაც არის კანონი მიღებული, მიმართვიანობა ჩემი აზრით არ არის საკმარისი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო გასული წლის მაისში და დოკუმენტი, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, ასახავს სწორედ ბოლო 1 წლის ანგარიშს.